გამარჯობა. Ამ ვიდეოში ვისაუბრებ ფირფიტებით მკურნალობის შესახებ და ასევე გაჩვენებთ ამ ფირფიტების პრაქტიკულ შედეგს, თუ როგორ იმუშავა დატკიპიანების წინააღმდეგ. ეს არის ჩინური წარმოების ფლუვალინატში დამუშავებული ფირფიტები, რომლებიც მუშაობენ ტკიპების წინააღმდეგ და ძალიან კარგად. ამ ფირფიტების გამოყენება დავიწყე 3 წლის წინ, მესამე წელია უკვე რაც ამ ფირფიტებს ვიყენებ. როდესაც მე ამ ფირფიტების გამოყენება დავიწყე, მათზე მქონდა მხოლოდ ორი ინფორმაცია, რომელიც მომაწოდა თვითონ გამყიდველმა. ეს იყო ის, რომ სკაში უნდა გამეჩერებინათ 15 დღის მანძილზე, შემდეგ ჩამენაცვლებინა ახალი ფირფიტით და ის რომ მუშაობდა დატკიპიანების წინააღმდეგ. როდესაც საფუტკრე მეურნეობა გაქვს და მეფუტკრეობას ეწევი და რა თქმა უნდა მკურნალობ თითოეულ ოჯახს სხვადასხვა დაავადების თუ პარაზიტის წინააღმდეგ, თითოეულ გამოყენებულ პრეპარატზე თუ ფირფიტაზე მეფუტკრე ვალდებული ხარ იცოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელი ინფორმაცია საშუალებას მოგცემს სრულყოფილად ჩაატარო მკურნალობა თითოეულ სკაში და მიიღო კარგი შედეგი და 100%-იანი შედეგი, რაც ფუტკრის ოჯახებს განვითარების საშუალებას მისცემს. ამიტომ მეც დავიწყე ამ ფირფიტებზე ინფორმაციის შეგროვება და შევაგროვე ძალიან საინტერესო ინფორმაცია, სრულად განსხვავებული იმ ინფორმაციისგან, რაც მქონდა. ერთი ემთხვეოდა ის, რომ ეს იყო ტკიპების წინააღმდეგ მუშაობს ძალიან კარგად. ამ ფირფიტების შესახებ სრულყოფილი ვიდეო მაქვს განთავსებული YouTube-ზე. აღწერაში დავწერებ შესაბამის ლინკს და შეგიძლიათ შემდეგ გადახვიდეთ და გაეცნოთ იმ ვიდეოსაც, სადაც სრულყოფილად მაქვს განმარტებული თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ფირფიტები, რომ სრულყოფილი შედეგი მივიღოთ თითოეულ სკაში. შეფუთვაში შედის 20 ერთეული ფირფიტა, ფლუვალინატში დამუშავებული და აქვს დამატებული მცირეოდენი ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც გახსნის შედეგად აღიქმება. აქვს წიწვოვანი მცენარის სურნელი, ფუტკრების მიმართ არის ძალიან რბილი, არ იწვევს მათ გაღიზიანებას და აგზნებას და ტკიპების წინააღმდეგ მუშაობს ძალიან კარგად. ეს ფირფიტები სკაში მოვათავსე ივნისის დასაწყისში და 20 დღის შემდეგ გამოვიტანე სკებიდან, იმიტომ რომ იწყებოდა რამოდენიმე დღეში ღალა და გადავწყვიტე, რომ ფუტკრის ოჯახები დაისვენებდნენ, განიავდებოდა სკა და მოეხსნებოდათ ის სტრესი, რა სტრესას ანიჭებს ზოგადად მკურნალობა ფუტკრებს და მოემზადებოდა სრულად ღალის მისაღებად. მართალია ღალამ ჩვენს რაიონში არ გაამართლა, ძალიან ცუდად მიმდინარეობდა, პრაქტიკულად შედეგი არ აქვს. ფირფიტების გამოტანის დროს ყოველთვის ვაკვირდები თუ როგორ იმუშავა თითოეულ სკაში, რამ რაოდენობის ტკიპა დაეწეპა, რადგან ამ დროის განმავლობაში იმ დონეზე შევისწავლე ეს ფირფიტები, რომ უხეშად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მათზე დაკვირვებით შემიძლია დავადგინო სკაში საშუალო დატკიპიანების პროცენტულობა, რაც ძალიან ახლოს არის ხშირად ჩატარებულ ტესტირებასთან და გადავწყვიტო გავაძლიერო თუ არა პრეპარატი, თუ იგივე ფირფიტებით შევძლებ ტკიპებისგან გავათავისუფლო ფუტკრის ოჯახები. დათვალიერების დროს ფირფიტებზე ჩანდა, რომ დაწესებული იყო ზრდასრული ტკიპების გარკვეული რაოდენობა და ასევე მათთან ერთად ჩანდა მცირე ზომის ტკიპის მაგვარი მწერების რაოდენობა, რაც შესაძლებელია ყოფილიყო ტროპილელაპსი. ამიტომ დამხმარე საშუალებით დაკვირვების დროს, გამადიდებელი შუშით დაკვირვების დროს დადასტურდა ის, რომ ეს არ იყო ტროპილელაპსი, იყო ტკიპების ახალი თაობა, ვაროა ტკიპების ახალი თაობა, რომელიც ახლად გამოსულ ფუტკრებს გამოყნენ უჯრებიდან და ცდილობდნენ სკაში გამრავლებას და გავრცელებას და მათ წინააღმდეგ ძალიან კარგად იმუშავა ამ ფირფიტებმა და მოახდინა მათი ლიკვიდაცია. ეხლა ვიზუალთაც გაჩვენებ თუ რაზე ვსაუბრობ, რომ უფრო კარგი აღსაქმელი გახდეს თქვენთვისაც. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ფირფიტებს, ნამუშევარ ფირფიტებს, რომლებზეც დაწებებული არის გარკვეული რაოდენობა ტკიპების. წითელი აღნიშნებით ეს არის ვაროა ტკიპების ზრდასრული თაობა, რომელსაც შეფერილობა მოწითალო მოყავისფრო აქვს და ასევე არიან ზომით დიდები. ხოლო მწვანე აღნიშნებით თქვენ ხედავთ ახალ თაობას ვაროა ტკიპებისას, რომლებიც არიან პატარა ზომის და უფერულები, რომლებიც როგორც აღვნიშნე გამოყვენ ფუტკრების ახალ თაობას, რომლებიც გამოვიდნენ უჯრებიდან და ეს ტკიპები ცდილობდნენ სკაში გავრცელებას და გამრავლებას, მაგრამ ფლუვალინატის მუშაობის შედეგად ვერ მოახერხეს ეს პროცესი და ფლუვალინატმა მოახდინა მათი განადგურება. ეს ფირფიტები, როდესაც სკაში იმყოფება და ფლუვალინატი, რომელშიც დამუშავებულია, აორთქლების შედეგად ტკიპებში იწვევს კრუნჩხებს და კრუნჩხების შედეგად ისინი ცვივიან
ფუტკრებიდან და იღუპებიან შიმშილით. როგორც აღვნიშნე, ეს ფირფიტები ფუტკრების მიმართ არის რბილი მოქმედების, არ იწევს მათ გაღიზიანებას და აგზნებას და ძალიან კარგია და მე პრაქტიკაში ვიყენებ ამ მეთოდს ზამთრის მიმდინარეობისას ამ ფირფიტების მიწოდება ფუტკრის ოჯახებისთვის. ნოემბერ-დეკემბრის თვეში ვახორციელებ მე ამ პროცესს, იმიტომ რომ ამ პერიოდში სკაში შექმნილია ბუნებრივი უბარტყობა, დედა ფუტკარს შემცირებული აქვს კვერცხმდებლობა 90-95%-ით. დედა ფუტკარი მაინც ახორციელებს ზამთრის მიმდინარეობის პროცესში 5-დან 10 კვერცხამდე განთავსებას, რაც საშუალებას აძლევს ტკიპებს მოახდინონ გამრავლება და გავრცელება სკაში და როდესაც ეს ფირფიტები იმყოფება სკაში ამ პერიოდში არ აძლევს საშუალებას ტკიპებს გავრცელებისას და ფუტკრებიც შვიდად და უფრო კომფორტულად გადიან ზამთარს. გაზაფხულზე კი ისე ვიწყებთ, რა თქმა უნდა, მკურნალობას, ფუტკრის ოჯახები კიდევ უფრო ჯანმრთელად და ჯანსაღად ხვდებიან გაზაფხულს. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ვაძლევ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ამ ფირფიტებს, იმიტომ რომ მე პირადად ვიყენებ უკვე 3 წელია და უარყოფითი შედეგი ფაქტიურად არ მქონია. ძალიან კარგად მუშაობს დატკიპიანების წინააღმდეგ. ეს ვიზუალურადაც გაჩვენეთ უკვე. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მუშაობს მხოლოდ გარეთ მყოფ ტკიპებზე და უჯრედში მყოფ ტკიპებზე ვერ ახდენს გავლენას. არის გრძელვადიანი მოქმედების ფირფიტა. ძლიერ სკებს შეგვიძლია მივაწოდოთ 2 ფირფიტა, ხოლო საშუალო და სუსტ სკებზე რეკომენდირებულია 1 ფირფიტის მიწოდება. თუ არის ესეთი ფირფიტები თქვენ სიახლოვეს მეფუტკრეობის მაღაზიებში, შეგიძლიათ შეიძინოთ და გამოიყენოთ და შედეგს თქვენ თვითონაც ნახავთ მისი გამოყენების პროცესში. თუ ამ ფირფიტების გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა უყუროთ ჩემს ვიდეოს ამ ფირფიტების შესახებ, სადაც სრულყოფილად არის განმარტებული თითოეული დეტალი, რაც ამ ფირფიტების სრულყოფილ გამოყენებაში შეგიწყობთ ხელს. ლინკი იქნება აღწერაში. ვფიქრობ, რომ საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ ამ ვიდეოთი. ეხლა კი დაგემშვიდობებით და დროებით.